მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ საშიშ ადგილებზე, სადაც წასვლა ნამდვილად არ ღირს. ნომერი 5 ჩრდილოეთ კუნძული სენტიელი. ამ კუნძულზე ცხოვრობს სახიფათო ტომი. ბევრი იყო მოხალისე, ვინც სცა და მათთან ურთიერთობა დაემყარებინა და უბრალოდ მისალმებოდა. მაგრამ მისალმების საპასუხოდ შხამიან ისრებს და შუბებს ისროდნენ. 2006 წლის 26 იანვარს ორმა მეთევზემ ნავით კუნძულთან ახლოს ჩაიარა. სენტიელებს ეს არ მოეწონათ და მაშინვე დაუწყეს შხამიანი ისრების და შუბების სროლა. იმ დღეს ორი მეთევზე დაიღუპა. თვლიან, რომ კუნძულს აკონტროლებენ ინდოელები, რადგან მათ მხარეს მდებარეობს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიას ვერ ეკარებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაივიწყონ ტომის შეწუხების აზრი. ნომერი 4 დანაკილის უდაბნო. უდაბნო აფრიკაში. მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთსა, ერიტრეისა და ჯიბუტის სამხრეთ ნაწილებში. დანაკილის უდაბნოში +40 გრადუსი ცელსიუსია. უდაბნო ცნობილია აფარის გეოლოგიური დეპრესიით. უდაბნოში მრავლადაა შხამიანი და მარილიანი მკვლელი ტბები. ასევე ბინადრობენ ველური ბუნების წარმომადგენლები, მათ შორისაა აფრიკული გარეული ვირი. რეგიონი გამოირჩევა ვულკანების სიუხვით, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ელტაალე და დაბაჰუ. National Geographic-მა ამ რეგიონს დედამიწის უმკაცრესი ადგილი უწოდა. ნომერი 3 მკვლელი ხეობა კიხპინიჩი. დანაკილის უდაბნოზე უფრო მეტად მომაკვდინებელი ხეობაა აღმოსავლეთ კამჩატკაში მდებარე კიხპინიჩი. იგი არასტუმართ მოყვარე ადგილია. ამ ადგილის მონახულება ტურისტებისთვის დიდი რისკია და დიდი ალბათობით მომაკვდინებელი. რადგან კიხპინიჩში მოულოდნელად გაზი ამოიფრქვევა და მოედება ხეობას, ხოლო იმ მომენტში, ვინც ექსკურსიაზეა, მომენტალური სიკვდილით ასრულებენ ექსკურსიას. ასევე დროდადრო იხოცებიან ცხოველები. ეს ადგილი ტურისტებისთვის წარმოადგენს დიდ რისკს და ამიტომაც შეარქვეს ამ ადგილს მკვლელი ხეობა. ნომერი 2 ფხვიერი მიწა, არნსაიდა. ფხვიერი მიწა ძლიერ საშიშია, ალბათ თქვენც დამეთანხმებით. არნსაიდაში თითქმის გარდაუვალია ფხვიერმა მიწამ არ შთანთქოს ადამიანი. ეს პროცესი არ იქნება მომენტალური, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? არნსაიდა მდებარეობს სანაპიროსთან. ზღვის მიმოქცევის დროს იწყება ფხვიერი მიწის მოძრაობა და რაც კი სანაპიროზეა, ყველაფერს ითრევს. ნომერი 1 ახალი ზელანდიის ტყეები. ახალი ზელანდიის ტყეები არ არის საჯარო სკვერი. დიახ, რა თქმა უნდა ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილის უფევს. ტყეში მრავლადაა ჭინჭარი. აგრეთვე არის სხვა შხამიანი მცენარეები, რომლებიც შეიცავს ტოქსინს და ადამიანისთვის ძლიერ საშიშია. მათგან უმეტესი სასიკვდილოა. სხვა ტყეებთან შედარებით, ახალი ზელანდიის ტყეებში ჩვეულებრივი ხეცკი სახიფათოა. მცენარეების შხამი მსხვერპლის ორგანიზმს ალპობს და ხრწნის. აქედან გამომდინარე, რომ გავიგოთ ტრაგედიის მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს, შეუძლებელია. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.